როგორი აღდგომის ღამე გაქვთ, რა ვიცი, თან ამაღელვებელია, თან სევდიანია, თქვენი შვილები ციხეში არიან, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ მოახერხეთ, შეუგზავნეთ უქმე დღეებამდე, რაც საჭირო იყო ყველაფერი და რა ვიცი, რა იცით, რა სიტყვით. სინამდვილეში მართლა საოცარი აღდგომის დღეა ჩვენთვის, როგორც წელს ახალი წელი იყო განსხვავებული. ერთადერთი შვილი, რომელიც სახლის კედლებში უნდა მყავდეს ნალოლიავებიშვილი, 4 კედელშია გამომწყდეული და ამ 4 კედელში გამომწყდება უსამართლოდ და სამშობლოს სიყვარულისთვის. მაგრამ იმედი ამ წყინვალე აღდგომის დღესასწაულზე გამწყინდება ყველაფერი და წინსვლისკენ წავალთ მჯერა. ერთადერთი საშუალება, რაც ცოტა გულზე რომ მომეშვა ამის გაკეთებით იყო, რომ ახალ წელს დაგვდეს 5 სახეობა ნობათი შეგზავნა და ეხლა 11 სახეობა იყო. განსხვავებული სახეობები იყო. 3 კონა ტარხუნა რო არა ვთქვა არ შემიძლია. ხო შეიძლებოდა პატიმრებს თითო სახეობა, თითო კონა მაინც შეგვეგზავნა მწვანილი მაინც, არა 3 კონა ტარხუნა შეუგზავნეთ. ამისთვისაც მადლობა. წითელი კვერცხიც ალბათ და კულიჩ. აუცილებლად წავღეთ და ეგ წითელი კვერცხი დაამტურიეს და ისე შეაწოდეს პატიმრებს ოღონდ. მთელი არ შეუწოდებიათ. უფლისდება ეს ყველაფერი ალბათ უფლისგანსაცდელი, მაგრამ ამ ყველაფერს გაუძლებს ჩვენ დედები. თავარია თვითონ ამ დამწარებული დედების წინაშე რო წარსდგებიან და თვალებში რო შემოვხედავენ, ალბათ ვერ გაგვისწორებენ თვალებს. მე დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა. გაიხარეთ. დიდი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ და ეხლა თორნიკე გოშაძის დედასთან გადავიდეთ, ქალბატონი მარიზი, გილოცავთ ამ დღესასწაულს, რამდენად ამაღელვებელი იყო და რამდენად შვების მომგვრელი იყო აი ამდენი ადამიანის გარშემო ქუჩაში თქვენთვის ამ დღესასწაულთან შეხვედრა და რისი სიმბოლოა თქვენთვის აღდგომა ამ მძიმე დროს განსაკუთრებით? ქრისტიანს დგა გიორგი, მოგილოცავთ ყველას. მადლობა ჭეშმარიტ. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ სრულიად საქართველოსთვის და მართლმადიდებელი ერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ჯერ ისედაც მშვიდდებით ჩვენ ყოველთვის, როცა აქ მოვდივართ და უამრავი ხალხი გვეხუტება. ქოჩებს ნუგონიათ ის, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის მართველები, აქ დგას ყველაზე ნამდვილი, ყველაზე კარგი ქართველები. აუცილებლად ესია და მე მიულოცავ პატიმრებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს არ მომეცა საშუალება მიმილოცა ქრისტიანს დგაშვილებო, სულ ყველას გილოცავთ ჩემ შვილთან ერთად, რა თქმა უნდა. ჩვენ მივაწოდეთ ბავშვებს 2 დღის წინ სააღდგომო ნობათი და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენი პატიმრები უფრო გემრიელად მიირთმევენ ეხლა იმ საქართველოში ოჯახებში დამზადებულ ყველაფერს, კვერცხს შეღებილს, რა თქმა უნდა, პასკას, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის შვილები მიირთმევენ ეხლა ამ სააღდგომო ნობათს. ისინი სხვა მიწაზე, სხვა ქვეყანაში, შეიძლება რუსეთშიც არიან, არ ვიცი, იმიტომ რომ რუსეთი მაინც ჩვენი ის არის რა, ქრისტიანული ქვეყანა არის და შეიძლება იქ არიან და იქზე იმობენ. ამიტომ ჩვენ ბევრად უფრო ბედნიერი დედები ვართ, იმიტომ რომ ჩვენთან ქართული მიწაზე არიან ჩვენი შვილები. მიუხედავად იმისა, რომ დატყვევებულები არიან და გამოკეტილები 4 კედელში, მაინც ქართული მიწაზე ზეიმობენ და დღეს ტელევიზიით ალბათ გვიყურებენ ყველას და იმათი შვილები ძალიან ბევრისა, ვინც ვაი მთავრობა არის, იმათი შვილები საქართველოს მიწაზე ვერ ზეიმობენ აღდგომას. დარწმუნებული ვარ, ვერც საქართველოს მიწაზე ეკლესიაში დადიან, აქაც რო იყვნენ, მაინც ვერ შედიან, ხალხში ვერ ჩდებიან. ეს არის ცხოვრება, ეს არ არის ცხოვრება. ჩვენი შვილები აუცილებლად იქნებიან თავისუფლები, აუცილებლად ივლიან საქართველოში ქართული მიწაზე და როცა მოუნდებათ, მაშინ წავლენ ევროპაში. მადლობა ყველაფრისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ. დიდი მადლობა თქვენ.